ამ ვიდეოში ვისაუბრებ სიტყვა ორის ეტიმოლოგიაზე. სიტყვა ორი წინარე ქართულ ენაზე ჟღერდა როგორც იორ. საიდანაც იგი გადავიდა ქართულ ზანურში და წინარე სვანურში. წინარე სვანურში მან მიიღო ფორმა იორი. ხოლო აქედან კი სვანურის სხვადასხვა დიალექტებში მან სხვადასხვა ფორმები მიიღო. ქართლზანური იორ ორ ნაწილად გაიყო: წინარე ქართულ ორად და ზანურ ჟორად. ჟორ მოგვიანებით გახდა ჟურ ლაზურში, საიდანაც უკვე წარმოიშვა ჟური, ჯურ, ჯური სხვადასხვა ლაზურ დიალექტებზე, ხოლო მეგრულში ზანური ჟორ გადავიდა როგორც ჟირ და ჟირი. ქართული ფუძე ორ კი გახდა ორი თანამედროვე ქართულ ენაში. ამის შესახებ წერია ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის 373 გვერდზე.